დაახლოებით ბოლო 48 საათის განმავლობაში 1100-ზე მეტი კამიკაძე დრონი გაუშვეს უკრაინელებმა მოსკოვის რეგიონისა და გარშემო არსებული ოლქების მიმართულებით. პირველი გაშვება გუშინ დაფიქსირდა დაახლოებით დღის განმავლობაში დაახლოებით 300 ერთეულის და მეტნაკლებად განეიტრალდა სრულად ეს მთლიანი რაოდენობა. თუმცა როგორც ჩანს გადატვირთვა მოხდა ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების, ანუ იხარჯება რეალურად როგორც წინაზე აღნიშნეთ ხოლმე თქვენთან გადაცემაში დავსაუბრობდით რომ არათანაზომადი არის ამერიკელების მიერ პეტრიოტის რაკეტების გამოყენება შაჰედის დრონების წინააღმდეგ, ზუსტად იგივე შემთხვევა არის ახლა რუსების შემთხვევაშიც, იმიტომ რომ იყენებენ პანცირის საჰაერო თავდაცვის სისტემის საზეიმო რაკეტებს, რომელიც შედარებით რა თქმა უნდა ძვირია იმ დრონებთან, რომელსაც უკრაინა ამზადებს, ფასიც არათანაზომადია ამ შემთხვევაში და მთავარი პრობლემა ანუ რუსებს რაც აქვთ არის ის, რომ უკრაინა უფრო სწრაფად ამზადებს აი ამ შორსმოქმედ კამიკაძე დრონებს, ვიდრე ისინი ამზადებენ საზეიმო რაკეტებს. და გუშინ რაც მოხდა, 300 დრონი, ესე ვთქვათ, განეიტრალდა მეტნაკლებად რუსების მიერ, თუმცა უკვე დღის ბოლოს, როდესაც ხამის საათებში გაუშვეს უკრაინელებმა დრონები, დილისთვის უკვე მიაღწია მან ესეთ წინასწარ განსაზღვრულ სამიზნეებს და ეს სამიზნეები იყო ძირითადად მოსკოვის რეგიონში. მოსკოვის რეგიონში, რომელიც რეალურად ეშელონირებული თავდაცვის ფარით არის, ესე ვთქვათ, გარშემორტყმული, სადაც არის დაახლოებით 200-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ახლოს შორი და საშუალო დისტანციის მოქმედების. უკრაინელებმა დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უშუალოდ მოსკოვში, ქალაქ მოსკოვში, ხოლო მოსკოვის ოლქში ახლოს დედაქალაქთან დაბომბეს რამდენიმე ესეთი ქალაქი, სადაც იერში განხორციელდა ნავთობსაკაჭ სადგურზე და ასევე მაკომპლექტებელ საწარმოზე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, ესე ვთქვათ, შემავალი რგოლი რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ურბანულმა მოსახლეობამ მოსკოველებმა იგრძნეს საკუთარ თავზე მათ შორის ამ ომის საშინელება. სამდენი ხანია მათ მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი თავს ატეხს უკრაინულ ხალხს. ერთი რაღაც მინდა ვთქვა, პროპაგანდისტები ჩვენთანაც რუსეთშიც, აი როდესაც ზელენსკიმ გამოცდა ერთგვარი ეგრეთ წოდებული დეკრეტი და რომელთაც მან დასცინა პუტინს, რომ ის უფლებას აძლევდა წითელ მოედანზე ჩაეტარებინა რუსეთს აღლუმი, შეაფასეს იმგვარად, რომ რეალურად ზელენსკის ანუ უკრაინას არ შეუძლია თარგმნის განხორციელება და ის ამგვარი ხრიკით ცდილობსო, რომ თავი მოაწონოსო მსოფლიო მედიას და ესე ვთქვათ, მან ასეთი ქმედებით დააშინოსო რუსები. თუმცა ეს აღმოჩნდა რეალობა, ხო? ანუ ვიხილეთ და ამ ოპერაციამ დაადასტურა, რომ რომ არა ეს დეკრეტი შესაძლოა მართლა გაძრონილი იყო წითელ მოედანზე რამდენიმე დროინი და დაებომბათ რაღაც პირადი შემადგენლობის რაღაც გარკვეული ნაწილი თუ რაღაც შენობები. თუ ყველაზე დაცულია ნიშნავს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის გარღვევა შეუძლიათ უკრაინულ კამიკაძე დრონებს. 40-მდე კამიკაძე დრონი არის გამძვრალი, ასე ვთქვა, ანუ ეს სლენგია, ესე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე ხშირად, ანუ გაპარული და წარმატებით მოხდა იმ სამიზნეებს, რომელიც მათ შორის საცხოვრებელ კორპუსს და ესეც გზავნილი იყო ალბათ უკრაინა რუსეთისგან განსხვავებით არ უტევს მშვიდობიან მოსახლეობას, თუმცა ისეთი თავდასხმა იყო ახლა კიევზე, რომ ალბათ საპასუხოდ იცით რა, ამ შემთხვევაშიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინას არ ქონდა გამიზნული რომელიღაც კორპუსის, ესე ვთქვათ, მიზანში ამოღება და დაბომბვა სამშვიდობიან მოქალაქეების, უბრალოდ ეს არის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ერთგვარი ხარვეზი, როდესაც დრონი მიფრინავს პირობითად ანუ არ დაუმიზნებიათ მათ კორპუსს და გაფრინდება B პუნქტის მიმართულებით, ანუ ან გზად გადაუხვევს სადღაც და ჩავარდება სამოქალაქო ობიექტზე. შესაბამისად უკრაინელები განსხვავებით რუსებისგან იმ ტერორს არ მიმართავენ ხოლმე, როდესაც მოსახლეობა არის მთავარი სამიზნე და ამით გამოირჩევიან ისინი იმ ტერორისტულ რეჟიმისგან, რომელსაც პუტინი ჰქვია, ხო? აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეს შეწყვეტა შორის ახლაც მიმდინარეობს შეტევა, დაახლოებით 20 წუთის წინ 250-ზე მეტი დრონის გაფრენა დაფიქსირდა მოსკოვის მიმართულებით და უკვე დაფიქსირდა ასევე გარკვეულ რაიონებში აფეთქებები, თუმცა ახლა ბოლო წუთებში რა ხდება, არ ვიცი. ხო, საბოლოოდ მე უფრო ნათელი სურათი გვექნება ალბათ ზიანის შესახებაც. ზელენსკი საუბრობდა პასუხის საჭიროებაზე კიევზე მასშტაბური შეტევის შემდეგ და დამტკიცდა ხა თქვენს ამბობთ, რომ ამის რესურსიც აქვს და ეს რესურსი მხოლოდ გაიზრდება. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მხოლოდ კამიკაძე დრონების გამოყენება. კამიკაძე დრონები, რომლებიც ახდენენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლებლობების გადატვირთვას,
მაგრამ ხედავთ რომ იზრდება მნიშვნელოვნად უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის რესურსი და შესაძლებლობები და რა თქმა უნდა ხარისხი და წლის ბოლოსთვის მე ველოდები, მთელი ესე ვთქვათ, ვინც აი ამ საკითხს ამ სფეროს აკვირდება, ყველა ერთმანეთს აღიარებს, რომ უკრაინას წლის ბოლოს გაუჩნდება ბალისტიკური რაკეტების ის რაოდენობა, რომელიც ბევრად უფრო მტკივნეულ დარტყმებს მიაყენებს რუსეთს მის სიღრმეში. ყველა ავტოფარეხში მგონი უკრაინის ახლა რაღაცა პატარა საწარმო მუშაობს, რომლებიც დრონებს აწარმოებს. დაახლოებით 1000-მდე საწარმოა, ესე ვთქვათ, რა ვიცით ოპერირებული ამ საკითხს. მოსკოვის მოსახლეობის რეაქციაზე ამაზეც რო ვისაუბროთ, ინტერნეტზე შეზღუდვის პირობებში ნაკლებად მიუწვდებათ ხო მათ გავრცელებაზე ხელი. სად შეიძლება მივადევნოთ ამას თვალყური ან თქვენ თუ მიადევნოთ? კი, ტელეგრამზე ხშირად გავიგებთ ხოლმე მათ ესე ვთქვათ შეშფოთებულ დამოკიდებულებას და რაც ყველაზე მთავარია დღეს როდესაც ეს დრონები დაფრინავდნენ და თვითონ რუსები როდესაც იღებდნენ ამ ვიდეოებს, არ იყო საჰაერო განგაში სირენა. ესეც ერთგვარი მიზანმიმართული ქმედება იყო კრემლის მხრიდან, იმიტომ რომ არ უნდა მას აღიარება იმის რომ მოსკოვშიც დაფრინავენ უკრაინული დრონები და ეს ქაოსი, ეს შიში გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე და ამიტომ არ იყო სირენა ჩართული, რაც აღნიშნა კიდეც მოსახლეობამ და საკმაოდ ესე ვთქვათ პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ თუ ვერ ახერხებენ რუსები საჰაერო თავდაცვის სისტემებით აი ამ საფრთხის განეიტრალებას, მინიმუმ სირენა მაინც უნდა იყოსო ჩართულია, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვიგზნოთ თავი და თავი შევაფაროთ რაღაც